რუდოლფ შტაინერი, სახარება მათესგან, მეექვსე ქვა. ვინც ლუკას სახარებას გადაშლის და წაიკითხავს იმ თავს, რომელიც იესოს წარმომავლობაზე და მის წინამორბედ თაობებზე მოგვითხრობს, უმალდარწმუნდება, რომ სახარების ავტორის პოზიცია სავსებით ემთხვევა თვალსაზრისს, რომელიც გუშინ გადმოვეცით. როგორც ერთ გარკვეულ არსებას, ერთ ღვთაებრივ ძალას უნდა განემსჭვალა სოლომონისეული იესოს ფიზიკური და ეთერული სხეულები, ასევე ერთი გარკვეული ღვთაებრივი არსით უნდა გამსჭვალულიყო ნათანაილისეული იესოს ასტრალური სხეული და მე. ლუკას სახარებაში ამის შესახებ გარკვევითაა ნათქვამი, რომ ეს ძალა, ეს ღვთაებრივი არსი ისეთია, როგორიც არის, სწორედ იმიტომ, რომ დაწყებული კაცობრიობის ევოლუციის იმ სტადიიდან, როდესაც ადამიანი ესესაა შემოდიოდა მიწიერ ყოფიერებაში, ანუ როდესაც დაიწყო გრძნობად სამყაროში მისი ფიზიკური განსხეულება, იგი მთელი თაობების გამჭოლ მემკვიდრეობით სწორხაზოვნად წინ მოიძებდა. ესე იგი, თაობების გამჭოლ მემკვიდრეობით სწორხაზოვნად წინ მოიძებდა. და მართლაც წმინდა ლუკას იესო აღყავს თაობათა გავლით ადამამდე, ღმერთამდე, რაც ნიშნავს, რომ უკეთ უქსურს ჩავწვდეთ ამ ღვთაებრივ საწყის ნათანის იესოს ასტრალურ სხეულსა და მეში, ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ იმ დროს, როდესაც ადამიანი ჯერ არ იყო შემოსული ფიზიკურ გრძნობად სხეულებრიობაში, როდესაც იგი ჯერ არ იყო განცალკევებული ღვთაებრივ სულიერი ყოფიერებიდან, როდესაც იგი კვლავ სულიერ სფეროთა წიაღში იმყოფებოდა და როდესაც მასზე შეიძლებოდა თქმულიყო, რომ ის არის სულიერი, ღვთაების თანაზე არ იარსება. ამიტომ ჩვენ მთელი ანთროპოსოფიული კონცეფციის თვალსაზრისით უნდა დავუბრუნდეთ ძველ ლემურიაში, ეპოქაში, როდესაც ადამიანი ჯერ არ იყო მიწიერი ყოფიერების ელემენტებში განსხეულებული და სულიერ სფეროებში ცხოვრობდა. იმ დროს ადამიანს ჯერ კიდევ ღვთაებრივი ბუნება ჰქონდა და თავისუფალი იყო ლუციფერული და არიმანული ძალების ზემოქმედებისგან. მახარებელ ლუკასაც სწორედ ამ დრომდე აღყავს იესოს წინაპართა ჩამონათვალი. მისტერიები თავის მოწაფეებს ხელდასხმისთვის, კოსმოსური სივრცეების იდუმალებათა შემეცნებისთვის ამზადებდნენ. მისტერიების მიზანი იყო მოწაფეებისთვის ეჩვენებინა თუ როგორ უნდა სამყაროს ხედვა. მისი აღქმა იმ ორგანოების გარეშე ადამიანმა ლუციფერული ზემოქმედების შედეგად რომ მიიღო. მისტერიების მიზანი იყო გაეხსნა სამყაროს სურათი, როგორც იგი წარმოუდგება ნათელმხილველს, თავისუფალს ფიზიკურ და ეთერული ძალთაგან, თავისუფალს ყოველგვარ მიწიერ ზემოქმედებათაგან. ასეთი გახდათ ადამიანის სულიერი მდგომარეობა მისი მიწიერი განსხეულების წინა პერიოდში. მანამდე, სანამ იგი ბიბლიის და საკუთრივ ლუკას სახარების გაგებითაც მიწიერი ადამი გახდებოდა. ამრიგად, არსებობს ორი გზა, რომლითაც ადამიანს შეუძლია გახდეს ღვთაებრივ სულიერი ადამიანი. ერთი გზა დიდი მისტერიების ღვთაებრივ სულიერი ინიციაცია, რაც შეეხება მეორე, მისი ნებისმიერ მიწიერ ეპოქაში განხორციელება შეუძლებელია. იგი არსებობდა მხოლოდ მიწიერი ევოლუციის ელემენტარულ საფეხურზე. მანამდე, სანამ ლემურიის ეპოქაში ადამიანი დაეშვებოდა მასში, რასაც ბიბლია მიწიერ ადამიანს უწოდებს, რადგანაც ადამი ნიშნავს მიწიერ ადამიანს, რომელმაც დაკარგა ღვთაებრივი ბუნება და მიწიერი ელემენტების გარსებში დაეშვა. მაგრამ საკითხავია, რატომ ჩამოთვლის ლუკა მხოლოდ 77 თაობას იესოდან ღმერთამდე. საკმაოდ უცნაურია ისიც, რომ მახარებელი მათე აბრაჰამიდან ქრისტემდე სულ 42 თაობას ითვლის. ეხლა ვისაც არ გახსოვთ, ეხლა ჩემდა თავად შეგახსენებთ, რომ მათეში ჩამოთვლილია, ესე იგი, აბრაჰამიდან ქრისტემდე 42 თაობა და ლუკაში უკნიდან არის ჩამოთვლილი, ანუ ქრისტედან ითვლის და ადის ადამამდე. ახლა გავაგრძელებ კითხვას. მართლაც, თაობათა სიცოცხლის ხანგრძლივობის განსაზღვრელი წლები, რაოდენობის თვალსაზრისით, ერთობ მცირეა აბრაჰამიდან ქრისტემდე პერიოდისთვის.
მაგრამ აქ ისიც გასათვალისწინებელია, რომ წარსულში იგულისხმება სოლომონის და დავითის წინა პატრიარქატული პერიოდი. წარსულში თაობებისთვის სიცოცხლის წლების გაზრდა, მაშინაც კი, როდესაც ეს ეხებოდა ისტორიულ თარიღებს, სავსებით მისაღები იყო. მაგალითად, აბრაჰამის, ისააკის და იაკობის სიცოცხლის წლები უნდა გამოვთვალოთ არა დღევანდელი თაობის საშუალო სასიცოცხლო ხანგრძლივობის გათვალისწინებით, არამედ ყოველ მათგანს უნდა განვასაზღვროთ მიახლოებით 215 წელი. ოკულტური გამოკვლევებიც იგივეს ადასტურებს. შორეული ეპოქების თაობათა სიცოცხლის ხანგრძლივობის გამოთვლის ამგვარი აუცილებლობა კიდევ უფრო მკაფიოდ იკვეთება, როდესაც ადამიდან აბრაჰამამდე მომავალ თაობებთან გვაქვს საქმე. ცხადია, რომ ეპოქებში, რომლებიც წინ უძღოდა აბრაჰამისას, ყოველი თაობა სიცოცხლის უფრო ხანგრძლივ ვადებს ითვლიდა. აბრაჰამს, ისააკს, იაკობს, ამ უდიდებს პატრიარქებს უჩნდებოდათ ვაჟები და მემკვიდრეები მაშინაც, როდესაც ისინი ხანში შედიოდნენ. დღეს ჩვენი ერთი თაობა 33 წლით განისაზღვრება. სახარების ავტორები ერთ თაობას 75, 80 და უფრო მეტი დროითაც საზღვრავდნენ. მეორე მხრივ უნდა ითქვას, რომ მათ ეს სახარებაში აბრაჰამის ჩათვლით სახელდებიან პიროვნებები, ხოლო მახარებელ ლუკას აბრაჰამდელ ეპოქებში უკვე აღარ ყავთ მხედველობაში პიროვნებები. აქ ჩვენ უნდა გავიხსენოთ ერთი ფაქტი. იგი თავისთავად ზუსტია, მაგრამ თანამედროვე მატერიალისტური გონებისთვის ძნელად დასაჯერებელი. ის, რასაც დღეს მეხსიერებას, ცნობიერებას, მოგონებებს ვუწოდებთ, რასაც თან ვატარებთ როგორც ჩვენი შინაგანი არსების პიროვნულ შინაარსს, ნორმალურ შემთხვევაში ბავშვობის პირველ წლებამდე აღწევს. თუკი თანამედროვე ადამიანი უკუსვლით ჩაჰყვება თავის ცხოვრებას, იგი აღმოაჩენს, რომ გარკვეულ მომენტში მისი მოგონება წყდება. ერთ ადამიანს უკეთ ახსოვს თავისი ბავშვობა, მეორეს ნაკლებად, მაგრამ ჩვენი მეხსიერება ასე თუ ისე შეზღუდულია ამ ცხოვრებით და მის დასაწყისაც, დაბადების დღესაც კი ვერ წდება. მაგრამ თუკი ჩავეძიებით ძველი დროის ცნობიერებას, თუკი კაცობრიობის ევოლუციას ჩავუყვებით იმ ეპოქებამდე, როდესაც ადამიანისთვის სავსებით ბუნებრივი იყო გარკვეული ნათელხილვა, ნუ გაგვიკვირდება, რომ იმ ეპოქებში, რომლებიც ასე თუ ისე ახლოსაა ჩვენთან, ადამიანებს დღევანდელისგან სრულიად განსხვავებული მეხსიერება ჰქონდათ. ბიბლიაში აღწერილ აბრაჰამის ცხოვრებამდელ ეპოქაში ადამიანის მშვინვიერი სტრუქტურა სულ სხვაგვარი იყო ვიდრე დღესაა. მეხსიერება განსაკუთრებით შეიცვალა. თუკი უფრო წინ წავალთ და მივადგებით ატლანტიდის პერიოდს და კიდევ მის წინანდელს, ადამიანის მეხსიერების სრულიად განსხვავებულ ბუნებაზე ლაპარაკის უფრო მეტი საფუძველი გვექნება. იმ დროის ადამიანი ივიწყებდა პირადი ცხოვრების რაღაც ფაქტებს. ეს დღესაც ხდება, მაგრამ სამაგიეროდ ახსოვდა დაბადებამდელი ცხოვრება. თავისი მამის ან პაპის ცხოვრება. და ეს მეხსიერება თაობიდან თაობას სისხლის მეშვეობით გადაეცემოდა. წარსულში, როდესაც ბავშვს სახელს არქმევდნენ, სახელის არჩევანი ნაკარნახევი იყო სულ სხვა მოტივით ვიდრე დღესაა. ყველაფერი, რასაც ამის შესახებ დღევანდელი ფიზიოლოგები ლაპარაკობენ, წმინდა წყლის დილეტანტიზმია. არსებებისა და საგნებისთვის გარეგნულ ფაქტორებზე დაყრდნობით სახელების მიკუთვნება იმ დროს წარმოუდგენელი იყო. სახელი რეალობად აღიქმებოდა, მას რეალური კავშირი ჰქონდა არსებასთან ან საგანთან, რომელსაც იგი აღნიშნავდა. მის ჟღერადობაში გამოხატული იყო არსების უღრმესი ბუნება და ხასიათი. სახელი არსების ერთგვარ ბგერი თექოს წარმოადგენდა. დღეს ამის სულ მცირედი წარმოდგენაც არ გააჩნიათ. წინააღმდეგ შემთხვევაში არ იარსებებდა ისეთი წიგნები, როგორიცაა ფრიც მაუტნერის ენის კრიტიკა. ეს წიგნი, რომელიც სავსებით ესატყვისება სულ უკანასკნელ გამოკვლევებს, ენის ყველაზე მეცნიერულ კვლევას მთლიანად უგულებელ ყოფს იმას, რაც წარსულში ენის არსს და არსს წარმოადგენდა. წარსულში სახელი ეძლეოდა არა პირადი ცხოვრებით დასაზღვრულ ინდივიდუალობას, არამედ კომპლექსს, რომელიც მეცნიერებაში ინახებოდა ისე, რომ საგანი განაგრძობდა არსებობას იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც გასტანდა მეხსიერება.
მაგალითად სახელი ნოე აღნიშნავს არა ინდივიდუალობას, არამედ იმას, რომ გარკვეულ პიროვნებას თავიდან ჯერ საკუთარი ცხოვრება ახსოვდა, შემდეგ იგი დაბადების გამჭოლ მეხსიერებაში ინახავდა თავისი მამის ცხოვრებას, რომელიც მის დაბადებას წინა უძღოდა, ასევე ბაბის ცხოვრებასაც და ასე შემდეგ, მეხსიერების ჩაქრობამდე. ვიდრე მეხსიერების ძაფი არ გაწყდებოდა, სახელი ემსახურებოდა ადამიანების მთელ რიგს. ისეთი სახელები, როგორიცაა ადამი, სეთი, ენოქი, აერთიანებდა იმდენ პიროვნებას, რამდენიც ადამიანს მოგონების მეშვეობით შეეძლო გაეერთიანებინა თავის მეხსიერებაში. თუ კი ვითხოვდით, რომ ოდესღაც ვიღაცას ერქვა ენოქი, ეს ნიშნავდა, რომ პიროვნებაში, რომელიღაც ადამიანის ვაჟიშვილში, რომელსაც პირველად დაერქვა ენოქი, მოგონებების ახალი ჯაჭვი გაიბა. ეს კი ნიშნავდა, რომ ამ ადამიანმა თავის მეხსიერებაში დაკარგა წინამორბედი პიროვნებები. მაგრამ ეს ახალი ჯაჭვი არ წყდება ამ პირველი ენოქად წოდებული პიროვნების სიკვდილით. იგი მამიდან შვილს, შვილიშვილს და ასე შემდეგ გადაეცემა, ვიდრე არ დაიბადება მოგონებათა ახალი ჯაჭვი. და ვიდრე ეს ჯაჭვი ცოცხლობს, იგი ერთსა და იგივე სახელს ატარებს. მაშასადამე, როდესაც ლაპარაკია მაგალითად ადამზე, აქ იგულისხმება სხვადასხვა პიროვნება და რა თქმა უნდა ამ გაგებითვე სარგებლობს მახარებელი ლუკაც, რადგანაც მას სურს თქვას ნათანის, იესოს მესა და ასტრალურ სხეულში შემოსულ ღვთაებრივ სულიერ არსებათა წარმომავლობა, უნდა ვეძებოთ იქ, სადაც ადამიანი პირველად დაეშვა მიწიერ სხეულებრიობაში. ლუკას სახარებაში ჩვენ უწინარესად გვაქვს ცალკეულ პიროვნებათა აღნიშნული სახელები. შემდეგ კი აბრაჰამამდელ ხანაში, ზესვლის კვალდაკვალ შევდივართ ეპოქაში, როდესაც მოგონებები უფრო ხანგრძლივია, როდესაც ყველაფერი, რაც მეხსიერებამ დააგროვა ერთ მეში, რომელშიც თავმოყრილია რამდენიმე პიროვნება, გაერთიანებულია ერთი სახელით. ეხლა აქ პატარა განმარტებას გავაკეთებ ჩემდა თავად, ანუ წიგნის გვერდისავლით. ესე იგი, საკუთარ თავს ადამიანები, აბრაამამდელი ადამიანები, უფრო მეტად აღიქვამდნენ როგორც გვარის, ტომის ნაწილად და არა როგორც მკვეთრად გამოყოფილ ინდივიდად. მათი მეხსიერება უფრო გრძელი და კოლექტიური იყო, ანუ ადამიანი თითქოს ატარებდა წინაპრების გამოცდილებას შინაგანად. ანუ მეხსიერება ნაკლებად იყო, როგორც ჩემი პირადი ისტორია. ეს უფრო იყო ჩემი გვარის ცოცხალი მოგონება. ხოლო აბრაჰამის შემდეგ შტაინერის მიხედვით იწყება ინდივიდუალური მეხსიერების გაღვიძება. ანუ თითქოს ადამიანი გამოდის კოლექტიური ცნობიერებიდან. მეხსიერება ხდება უფრო პირადი და ნაკლებ კოსმიური და გრძელი. ანუ ჩნდება მე როგორც ცალკე სულიერი ცენტრი. გვარის მეხსიერება სუსტდება და პიროვნული ისტორია ძლიერდება. მე იმის თქმა მინდა, რომ ესე იგი მხოლოდ ბიოლოგიური გენეალოგია არ არის. ეს არის ცნობიერების ევოლუციის რუკა. კოლექტიურიდან ინდივიდუალურზე გადასვლის გზა. ესე იგი აბრაჰამამდე იყო ძლიერი კოლექტიური მეხსიერება და ინდივიდუალობა იყო ნაკლებად განვითარებული. აბრაამის მერე გაძლიერდა ეს პიროვნული მე, სუსტდება გვაროვნული მეხსიერება და ისტორია იწყებს უკვე კონკრეტული ადამიანების სახელების ჩაწერას. ახლა ვაგრძელებ კითხვას. ახლა იოლად გაიგებთ, რომ მახარებელ ლუკას მიერ ჩამოთვლილი 77 სახელით სინამდვილეში გაცილებით უფრო ხანგრძლივ პერიოდზე ვრცელდება და ფაქტიურად იმ ხანას აღწევს, როდესაც არსება, რომელსაც შეიძლება ვუწოდოთ ადამიანის ღვთაებრივი და სულიერი არსი, პირველად განსხეულდა ფიზიკურ გრძნობად სხეულში. უნდა გავითვალისწინოთ კიდევ ერთი რამ, ხელდასხმული, რომელიც უდიდეს მისტერიებში ძალისხმევდა 77 საფეხურის გავლით განეწმინდა სამშვენიველი ყოველივესგან, რაც კაცობრიობაში მისი მიწიერი არსებობის მანძილზე დაგროვდა,
ეს ხელდასხმული აღწევდა მდგომარეობას, რომელიც ჩვენს დროში მიიღწევა მხოლოდ მაშინ, თუ კი ადამიანი თავისუფალია თავისი ფიზიკურისგან და შეუძლია იცხოვროს ასტრალურ სხეულსა და მეში. ამგვარ ადამიანს შეუძლია განივრცოს თავის გარემო მცველ კოსმოსში, მთელ ჩვენს კოსმოსურ სისტემაში, საიდანაც წარმოიშვა თვით დედამიწა. მაშინ აღწევს იგი იმ ძალას, იმ საწყის, რომელიც ნათანისეული იესოს ასტრალურ სხეულსა და მეში იქნა განსხეულებოდა. ნათანის იესოში უნდა ეცხოვრა იმას, რასაც ადამიანი არა მიწიერი, არამედ ზეციური ბუნებიდან იღებს. ამდენად, მახარობელი ლუკა აღწერს ღვთაებრივ სულიერ არსს, რომელმაც ნაყოფი ერყო იესოს ასტრალური სხეული და მე. ხოლო მახარობელი მათე ახასიათებს სულიერ ძალას ღვთაებრივ არსს, რომელიც ემოქმედებს აბრაჰამზე, რათა იახვე ცნობიერებად აქციოს მისი შინაგანი ორგანო. მეორე მხრივ ეს არსი იგივე ის არსია, რომელმაც თავისი ზემოქმედება ფიზიკურ და ეთერულ სხეულებზე 42 თაობის გამჭოლ ავლენა და ასეთნაირად წარმოქმნა 42 თაობაში გამავალი მემკვიდრეობითი ნაკადი. გულში მთქვი, რომ ეს მოძღვრებები, განსაკუთრებით კი მოძღვრება, რომელიც მათესმიერი ნაზარეველი იესოს სისხლის მიერ წარმომავლობას ეხება, ინახებოდა და ვრცელდებოდა განსაზღვრულ თემებში, რომლებიც ჩვენ თერაპევტების და ესეელების სახელით მოიხსენიეთ. სწორედ ამ თემების ერთ-ერთი უდიდესი მასწავლებელი იყო იეშუ ბენ პანდირა, რომელსაც უნდა მოემზადებინა ქრისტე იესოს ერა. ყოველ შემთხვევაში მას მოწაფეთა სულ მცირე რიცხვი მაინც უნდა მოემზადებინა იმის გამგონედ, რომ გარკვეული დროის შემდეგ, ესე იგი აბრაჰამიდან 42 თაობის შემდეგ, ებრაელი ერი უკვე საკმარისად მზად იქნება იმისთვის, რათა ზარათუსტრას ინდივიდუალობამ შეძლოს აბრაჰამის ერთ-ერთ შტოში, კერძოდ დავითის ძის, სოლომონის სამემკვიდრეოში განსხეულება. ამისთვის იმ ეპოქაში, რა თქმა უნდა, საჭირო იყო მისტერიების სკოლის გავლა. ესეელთა სკოლებში ასწავლიდნენ არა მარტო ამ ჭეშმარიტებებს. მისტერიების მოწაფეები სავსებით რეალურად გადიოდნენ 42 ეტაპს და ამის წყალობით უნარს იძენდნენ ნათელმხილველურად აღექვათ არსება, რომელიც თავის მხრივ დედამიწაზე 42 თაობის გავლით უნდა დაშვებულიყო. ესეელთა სკოლებში ასწავლიდნენ არა მარტო ამ ჭეშმარიტებებს. მისტერიების მოწაფეები სავსებით რეალურად გადიოდნენ 42 ეტაპს და ამის წყალობით უნარს იძენდნენ ნათელმხილველურად აღექვათ არსება, რომელიც თავის მხრივ დედამიწაზე 42 თაობის გავლით უნდა დაშვებულიყო. ამის შესახებ ქვეყანას უნდა გაეგო სათანადო მოძღვრებების მეშვეობით. ესეელებს სწილხვდათ მისია, თუნდაც რამდენიმე ადამიანში გაეღვიძებინათ ქრისტეს არსის გაგება. ჩვენ უკვე დავინახეთ, თუ რა უჩვეულო გზა განვლო ადამიანურმა ინდივიდუალობამ, რომელიც როგორც ამას მოგვითხრობს მათე მახარებელი, მომზადებულ სისხლში განსხეულდა. ჩვენ ვიცით, რომ ზარათუსტრა ასწავლიდა აღმოსავლეთში. სწორედ ამან შეამზადა იგი აღნიშნული ინკარნაციისთვის. გადასცა ჰერმეს თავისი ასტრალური სხეული, მან ასევე ეთერული სხეულიც გაიღო მსხვერპლად. ახალი კულტურის შექმნის მიზნით იგი მოსესთვის იქნა შემონახული. თავად ზარათუსტრა მოგვიანებით სხვა ასტრალურ და სხვა ეთერულ სხეულებში განსხეულდა. ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესოა მისი ქალდეული ინკარნაცია მე-6 საუკუნეში ჩვენს წელთაღრიცხვამდე. მაშინ მას ერქვა ზარატასი ან ნაზარატოსი და მისი მოწაფეები იყვნენ ქალდეველი, ბრძენი და მოგვები. იქ მას ბაბილონის ტყვეობის ეპოქაში ასევე რჩეული იუდეველი ოკულტისტები შეხვდნენ. ქალდეურ ოკულტურ სკოლებს შემდგომი 6 საუკუნის განმავლობაში ზარათუსტრას იმხნად ზარატასის ან ნაზარატოსის მიერ ინსპირირებული ტრადიციების, კულტის და წეს-ჩვეულებების ღრმა კვალი აჩნდა. აზიის იმ მხარეებში მცხოვრები ქალდეველი, ბაბილონელი და ასირიელი ოკულტისტების მთელი თაობები დიდად აფასებდნენ ზარათუსტრას, თავის უდიდეს მოძღვარს მის ახალ ასპექტში.
ისინი მონატრებით ელოდნენ ამ უდიდესი მასწავლებლის და ბელადის უახლოეს ინკარნაციას, რადგანაც მათთვის ცნობილი იყო, რომ იგი კვლავ დაიბადებოდა 600 წლის შემდეგ. მათთვის ცნობილი იყო მისი ახალი მოვლენების საიდუმლო. როგორც მომავლის მანათობელი სინათლის სხივი, ისე ცხოვრობდა ეს საიდუმლო მათში. და როდესაც მოახლოვდა დრო და მზად იყო სისხლი, ზარათუსტრას ახალი ინკარნაციის მატარებელი 3 დესპანი, 3 უდიდესი მაგი დაიძრა აღმოსავლეთიდან. მათ იცოდნენ, რომ ზარათუსტრას სათაყვანებელი სახელი, როგორც ვარსკვლავი მიიყვანდა მათ იმ ადგილას, სადაც იგი კვლავ უნდა განსხეულებულიყო. სხვათა შორის, ფილოლოგიურადაც შეიძლება დამტკიცდეს, რომ ფაქტიურად სიტყვა ASTR წარსულში ადამიანურ პიროვნებათა სახელდებისთვის გამოიყენებოდა. სულიერი კვლევა ამას კიდევ უფრო უტყუარს ხდის. 3 გრძნეული მიჰყვება ვარსკვლავს, ოქროს მნათობს, ზოროასტრს, რომელსაც ისინი მიჰყავს იქ, სადაც ზარათუსტრამ განსხეულება ინება. ამასთან სიტყვის ფუძის ASTR გამოყენება მაღალ ინდივიდუალობათა სახელდებისთვის ამტკიცებს, რომ როდესაც ლაპარაკია ამ ვარსკვლავზე, ეს ფილოლოგიურადაც აღიარებულია, საქმე თავად ზარათუსტრას ეხება. 6 საუკუნით ადრე ჩვენს წელთაღრიცხვამდე აღმოსავლეთის მაგები შეხვდნენ ინდივიდუალობას, რომელიც ადრე ჩვენს წელთაღრიცხვამდე აღმოსავლეთის მაგები უკაცრავად ესე იგი, აღმოსავლეთის მაგები შეხვდნენ ინდივიდუალობას, რომელიც შემდეგ განსხეულდა მათეს სახარების იესოში და თავად ზარათუსტრამ უწინამძღვრა მათ. ისინი მიჰყვებოდნენ ვარსკვლავს, რადგანაც ზოგადად სწორედ ზარათუსტრას გზით, ვარსკვლავის გზით უნდა მისულიყვნენ ისინი აღმოსავლეთიდან, ქალდეიდან, პალესტინაში, სადაც ზარათუსტრა უნდა განსხეულებულიყო. ზარათუსტრას ზარატასის ან ზარატოსის მომავალი განსხეულების შესახებ ცნობილი იყო ასევე ქალდეურ მისტერიებში. რაც შეეხება ებრაული სისხლის საიდუმლოს, განსაზღვრულ დროს მზად რომ ყოფილიყო ზარათუსტრას ახალი სხეულებრივობისათვის, ამის შესახებ იცოდნენ მათ, ვისაც ესეულთა მისტერიებში ხელდასხმის ერთგვარი 42 საფეხური ჰქონდათ გავლილი. ამრიგად არსებობდა 2 სკოლა, რომელშიც იცოდნენ მახარობელ მათეს საიდუმლო. ზარათუსტრას მხრიდან ქალდეველ ხელდასხმულთა შორის ლაპარაკობდნენ იმ ინდივიდუალობაზე, რომელიც ერთხელ უნდა დაბადებულიყო ებრაულ სისხლში. ამავე დროს ესეელებმა იცოდნენ ყველაფერი, რაც ამ სხეულის, ამ სისხლის გარეგნულ წარმოშობას ეხებოდა. მაგალითად, 100 წლის და კიდევ უფრო ადრეც ესეელთა სკოლაში არსებობდა დოქტრინა მახარებელ მათეს იესოს მოვლენებაზე. იმ იესოსი, რომელსაც ერთხელ თავის არსში უნდა აღესრულებინა ყველა ის პირობა, რაზეც მე უკვე ვილაპარაკე და ზოგი სხვაც, რომელთაც შემდგომში შევეხები. ხანგრძლივი განწმენდისა და სამშვენიველის ინტენსიური ვარჯიშების შემდეგ მოწაფეს შეეძლო 42 საფეხურის გავლით ეხილა ფიზიკური და ეთერული სხეულების საიდუმლო. რაც შეეხება მას, ვინც უნდა დაბადებულიყო, ვინც უნდა განსხეულებულიყო ამ სისხლში, იგი დასაბამიერ ფლობდა უნარებს, რომელთა დაუფლება ხანგრძლივი და რთული გამოცდების შედეგად მხოლოდ 42 საფეხურის გავლით იყო შესაძლებელი. ეს უნარები მასთან იყო შეზრდილი. ისინი მასთან ერთად გაჩნდნენ, ასე ამბობდნენ ესეელთა თემებში. სამშვენიველის განსაწმენდელი სავარჯიშოები, რომლებიც ტარდებოდა ესეელთა სკოლაში, ძირითადად ერთგვარი გაგრძელება იყო თავისებური ოკულტურის სწავლებისა, უხსოვარი დროიდან რომ ინახებოდა იუდაიზმის წიაღში. იუდაიზმში ყოველთვის არსებობდა ეგრეთ წოდებული ნაზარეული დინება. მისი არსი გახლდათ ის, რომ ზოგიერთი პიროვნება, ჯერ კიდევ ესეელებამდე და თერაპევტებამდე, თავის თავზე მუშაობისას სრულიად განსაკუთრებულ მეთოდებს მიმართავდა. სხვათა შორის, ნაზარეველებში გავრცელებული იყო ერთი მეთოდი, რომელიც დღესაც ქმედითია. თუკი ადამიანს სურს უფრო სწრაფად მიეშუროს სულს. მეთოდი გულისხმობს განსაკუთრებულ დიეტას. ეს დიეტა ძირითადად ხორცის და ღვინისაგან თავშეკავებაში გამოიხატება. მისი წყალობით ესეელები აღწევდნენ გარკვეულ გასხივოსნებას, რადგანაც ხორცის მიღებამ შეიძლება შეანელოს სულიერების მოწაფე ადამიანის განვითარება. ეს უდავო ფაქტია.
და თუმცა მე არავითარ შემთხვევაში არ ვაპირებ ვეგეტარიანელობის პროპაგანდას, ფაქტი ფაქტად რჩება, ხორცისგან თავის შეკავება აიოლებს სულიერ განვითარებას. სამშინველი ფიზიკური და ეთერული სხეულებით განპირობებულ სხვადასხვა წინაღობათა დასაძლევად საჭირო ძალას იძენს. მაგრამ ისიც ცხადია, რომ თუკი ადამიანმა შინაგანი გამძლეობა შეიძინა, ეს არა იმიტომ, რომ ხორცზე თქვა უარი, არამედ უპირველესად იმის წყალობით, რომ მან სამშვინველი განიმტკიცა. თუკი ადამიანი ხორცს არ მიირთმევს, ამით იგი მხოლოდ სხეულის გარდასახვას უწყობს ხელს, მაგრამ თუკი ამასთან ერთად არ არის ის, რაც ამ სხეულში სამშვინველის მხრიდან უნდა ჩაიბეჭდოს, ხორცისაგან თავის შეკავებას არავითარი აზრი არ აქვს. ასეთი იყო ნაზარეთული სკოლა. ესეელებმა გადაიღეს მათი მეთოდები, მაგრამ კიდევ უფრო გაამკაცრეს და სხვადასხვა მოთხოვნებით შეავსეს ხორცის უარყოფას, მათ დაუმატეს ისიც, რაც წინა 2 ლექციაში აღწერე. ამ გზით ისინი საკმაოდ სწრაფად აღწევდნენ მეხსიერების გაფართოებას და ამ მეხსიერებით 52 თაობის საზღვრებიდან გასვლას, რათა ნათამხილველურად წაიკითხათ აკაშა ქრონიკაში. ისინი იყვნენ ბოლო ამონაყარი, უკანასკნელი კვირტები იმ მცენარისა, მრავალრიცხოვან თაობათა გამჭოლ, რომ ხარობდა და იზრდებოდა. ისინი არ იყვნენ მოწყვეტილი კაცობრიობის ხეს, არამედ შეიგრძნობდნენ გამაერთიანებელ კავშირებს. ისინი არაფრით გავდნენ მათ, ვინც საერთო სხეულს წყდება და საერთო მეხსიერებით იზოლირებულ პიროვნებაში იკეტება. მათ მიმართავდნენ სახელით, რომელიც ცოცხალ შტოს ნიშნავდა. ეს ადამიანები გრძნობდნენ, რომ შეადგენენ თაობათა მთელი წყების ნაწილს და არ არიან იზოლირებული ერთიანი კაცობრიობისგან. ესეელი მოწაფეები, რომლებიც აღნიშნული მიმართულებისადმი მიდრეკილებას ავლედნენ, მოწაფეები, რომლებიც გადიოდნენ 52 საფეხურს, ნეტცერებად იწოდებოდნენ. სწორედ ნეტცერების ამ კატეგორიას განეკუთვნებოდა ესეელი მოძღვრის ერთგული მოწაფე, რომლის შესახებაც გუშინ ვილაპარაკეთ. იეშუ ბენ პანდირა. იეშუ ბენ პანდირას კარგად ცნობილს ოკულტიზმში ჰყავდა 5 მოწაფე, რომელთაც თითოეულ მათგანს თავისი მასწავლებლის დოქტრინიდან ამორჩეული ჰქონდა ერთი განსაკუთრებული განშტოება, დარგი, რომლის განხორციელებას იგი ცხოვრების მიზნად ისახავდა. მოწაფეებს ერქვათ მათაი, ნაკაი, ნეტცერი. იგი სწორედ ნეტცერების კლასს წარმოადგენდა, ეს ნაკაი. ბონი, თონა. მათაი, ნაკაი, ბონი, თონა. იეშუ ბენ პანდირას ამ 5 მოწაფემ, თავად იგი როგორც თქვით, მკრეხელობის და ერესის ბრალდებით ჩვენს ერამდე 100 წლის წინ წამებით მოკლეს. იეშუ ბენ პანდირას ამ 5 მოწაფემ თავისი მასწავლებლის ვრცელი და ამაღლებული მოძღვრება 5 სხვადასხვა მიმართულებით განავრცო. სულისმეცნიერება ადგენს, რომ იეშუ ბენ პანდირას სიკვდილის შემდეგ მისი დოქტრინა მათეს სახარებისეული იესოს სისხლის მომზადების ერთგვარი ტრაქტატი გადაეცა მოწაფეს, რომელსაც ერქვა მათაი. ხოლო დოქტრინა, რომელიც ეხებოდა შინაგან მომზადებას, რომელსაც ანვითარებდნენ როგორც ძველი, ისე ახალი ნაზარეველები, გადაეცა იეშუ ბენ პანდირას მეორე დიდ მოწაფეს, ნეტცერს, და ნეტცერმა მიიღო სრულიად განსაკუთრებული მისია, შეექმნა მცირე კოლონია. პალესტინაში ბევრი იყო ესელთა კოლონიები და ყოველ მათგანში ვითარდებოდა და კულტივირდებოდა ესელთა მოძღვრების რომელიმე დარგი. დოქტრინა, რომელიც განსაკუთრებული მიზანშეწონილობით დაეკისრა ნეტცერს, ძირითადად კულტივირდებოდა საიდუმლო კოლონიაში, რომელიც დაარსებულ იქნა პატარა კუთხეში ბიბლიაში ნაზარეთად რომ მოიხსენიება. ამ კოლონიას შეადგენდნენ ადამიანები, რომლებიც მკაცრ განმარტოებაში ცხოვრობდნენ და ძველ ნაზარეველთა მოძღვრებას აღსარებლობდნენ. ამიტომ არაფერია გასაკვირი, რომ მთელი რიგი მოვლენების შემდეგ, რაზეც ჩვენ კიდევ ვილაპარაკებთ, ეგვიპტეში გაქცევის შემდეგ მათეს სახარებისეული ყრმა იესო ნაზარეველთა ამ ატმოსფეროში იქნა შემოყვანილი.
სწორედ მასზე მიუთითებს მათეს სახარება, როდესაც ეგვიპტეში გაქცევის შემდეგ ამბობს, რომ იესო დაბრუნდა ნაზარეთში, დაეახსრულდეს წინასწარმეტყველება და ნაზარეველი დაერქმევა მას. ამ სიტყვებს სულ სხვადასხვაგვარად თარგმნიდნენ, რადგან თარგმნელებისთვის გაუგებარი იყო მათი აზრი, არც ერთ მათგანს ხეირიანად არ ესმოდა ამ სიტყვების მნიშვნელობა. სინამდვილეში კი იესოს ასე უწოდებდნენ, იმიტომ, რომ ნაზარეთში არსებობდა ესეელთა კოლონია, რომელშიც მომავალში იესო უნდა აღზრდილიყო. მაგრამ ვიდრე დეტალებს ჩავღრმავდებით, ვიდრე დავადგენთ მათეს იესოს კავშირს ლუკას სახარების იესოსთან, კიდევ ერთხელ დავუბრუნდეთ ზოგიერთ მომენტს, რაც მათეს სახარების იესოს ეხება. ყველაფერი, რაც ამ სახარებაში აღწერილი, გვახედებს იდუმალებებში, რომლითაც იეშუ ბენ პანდირა ესეელებს მოძღვრავდა და რომლებიც შემდეგ მის მოწაფეს მათაიას გადაეცა. აღნიშნული სახარების პირველივე გვერდიდან ჩვენ საქმე გვაქვს ამ მოწაფესთან, მათაიასთან. მათეს სახარებისეული იესოს ფიზიკური და ეთერული სხეულების მომზადება შესაძლებელი გახდა სწორედ იმის მეშვეობით, რაზეც იგი თავის მაუწყებლობაში მიუთითებს. თუმცა ამ 42 თაობის მანძილზე, რა თქმა უნდა, მის ასტრალურ სხეულსაც უნდა განეცადა ზემოქმედება. ჩვენ ვნახეთ, რომ პირველი 14 თაობა დაკავშირებულია ფიზიკურ სხეულთან. შემდეგი თაობა 14 ეთერულთან და ბოლო 14 ბაბილონის შემდგომი თაობა ასტრალურ სხეულთან. მაგრამ ისიც უნდა დაზუსტდეს, რომ ყველაფერი, რაც მზადდებოდა ისე, როგორც ამას მოითხოვდა ზარათუსტრას განსხეულება, ამ უდიდესი ინდივიდუალობის მიერ შეიძლებოდა გამოყენებულიყო მხოლოდ იმდენად, რამდენადაც ეს ფიზიკურ და ეთერულ სხეულებს ეხებოდა. ახლა ისიც გაიხსენეთ, რასაც ყოველთვის ვიმეორებ. პირად განვითარებაში ადამიანი დაბადებიდან 7 წლამდე უპირატესად საკუთარ ფიზიკურ სხეულს ანვითარებს. შემდეგ 7 წლეულში კბილების ცვლიდან სქესობრივ სიმწიფემდე ეთერულ სხეულს და მხოლოდ ამის შემდეგ იწყება ასტრალური სხეულის თავისუფალი განვითარება. ამრიგად ყველაფერი, რაც ზოგადად ფიზიკური და ეთერული სხეულების განვითარებას ეხება, უნდა გავრცობილიყო იმ განსაკუთრებულ ფიზიკურ ეთერულ სხეულებზეც, რომლებსაც აბრაჰამიდან მოყოლებულ თაობათა მთელი რიგი ამზადებდა. ამ სხეულებს უნდა მიეღო ზარათუსტრა მის ახალ ინკარნაციაში. მაგრამ როდესაც ამ ახალი ეთერული სხეულის მომზადება დასრულდა, მასში მოქმედი იმპულსი არასაკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რათა ასტრალური სხეულის მომზადებას შედგომოდა და ის სწორედ მაშინ მოხდა ის გრანდიოზული, სასწაულებრივი მოვლენა, რომელიც უნდა გაიგოს ყველამ, ვინც ქრისტეს უდიდესი საიდუმლოს გაგებას ესწრაფვის. ზარათუსტრას ინდივიდუალობა მთელი თავისი ბავშვობის მანძილზე 12 წლამდე მათეს სახარებისეული იესოს ფიზიკურ და ეთერულ სხეულებში ვითარდებოდა. იქაურ კლიმატურ პირობებში ამ ინდივიდუალობას სქესობრივი სიმწიფის ასაკი ჩვენი განედის ნორმებთან შედარებით რამდენადმე ადრე აღენიშნა. ეს პერიოდი ჩვენთან 14-15 წლის ასაკში ესაბამება. მას შესადამე 12 წლის ასაკში განხორციელდა ყველაფერი, რაც სოლომონის შთამომავალ იესოს ფიზიკურ და ეთერულ სხეულებში მზადდებოდა. ამის შემდეგ ზარათუსტრას ინდივიდუალობა ფაქტიურად გამოდის იმ ფიზიკური და ეთერული სხეულებიდან, რომელთა შესახებაც გვიამბობს მათეს სახარება, რათა შევიდეს ლუკას სახარების იესოში. ამ სახარებისადმი მიძღვნილი ლექციებიდან ჩვენთვის ცნობილია, რას ნიშნავს სცენა 12 წლის იესო ტაძარში. როდესაც ლუკას სახარების ყრმა იესო ანაზდად წარს დგება მშობლების წინაშე, რომლებიც ძლივს გაუგებენ საკუთარ შვილს ერთიანად შეცვლილს, ამ მომენტში ზარათუსტრას ინდივიდუალობა შედის მასში. ეს სწორედ ის ინდივიდუალობაა, რომელიც აქამდე სოლომონის იესოს ფიზიკურ და ეთერულ სხეულებში ვითარდებოდა. რაოდენ ძნელიც არ უნდა იყოს თანამედროვე მატერიალისტური ინტელექტისთვის ამ ფაქტის მიღება, ამგვარი ფაქტები ხანდახან ხდება და ესა თუ ის ინდივიდუალობა ერთი სხეულიდან შეიძლება მეორეში გადავიდეს. სწორედ ეს მოხდა მაშინაც, როცა ზარათუსტრას ინდივიდუალობა, რომელმაც მიატოვა თავისი ადრინდელი სხეული, ლუკას სახარებისეული იესოს სხეულში შევიდა.
ამ სხეულში ასტრალური და მე სხეული სათანადოდ იყო მომზადებული. ასე განაგრძო ზარათუსტრამ თავისი განვითარება 12 წლის ნათანის იესოს ასტრალურ სხეულსა და მეში. და სწორედ ამ მოვლენას გადმოგცემს ასე კარგად მახარებელი ლუკა. აღწერს რა 12 წლის ყრმა იესოს ტაძარში გარშემორტყმულს სწავლულებით, რომელთაც იგი მათთვის სრულიად უჩვეულო საგნებზე ელაპარაკება. რა მოხდა ნათანის შთამომავალ ყრმაში? ამ მომენტში მასში შეაღწია ზარათუსტრამ. 12 წლამდე ზარათუსტრა არ მეტყველებდა მშობლებთან ერთად ტაძრად მისული ბიჭუნას ბაგეებით. ამიტომაც მისი ფერიცვალება იმდენად სრული იყო და მყისიერი, რომ მშობლებმაც ვერ იცნეს იგი. როდესაც ტაძარში წიგნობრებით გარშემორტყმულს მიაგნეს. მას შესაძლოა ჩვენ საქმე გვაქვს ორ ცოლ ქმრულ წყვილთან. ორივე ქმარს იოსები ჰქვია, ცოლებს მარიამი. მათ შვილებსაც ორივეს იესო ჰქვია. ერთი მათგანი დავითის სახლის, სოლომონის შთამომავალია. მეორე ბავშვის, ნათანის იესოს მემკვიდრეობით ჩამონათვალს იძლევა მახარებელი ლუკა. იგი სულ სხვა მშობლების შვილია. 12 წლამდე ორივე ბავშვი პარალელურად იზრდება და ვითარდება. ამას თქვენ წაიკითხავთ სახარებაშიც. იქ ყოველთვის ყველაფერი ჭეშმარიტია. მაგრამ რამდენადაც ჭეშმარიტების გამჟღავნება არასასურველი იყო და ადამიანებმა არ იზურვეს მისი მოსმენა, მათ ფაქტიურად დაკარგეს სახარება. სახარების ყოველი სიტყვა სიმართლეა, ოღონდ მისი გაგებაა საჭირო. ნათანის იესო უჩვეულო შინაგანი ცხოვრებით ცხოვრობდა. დიდი სიბრძნით და შემეცნებით არ გამოირჩეოდა. მაგრამ თითქმის უსაზღვრო იყო მისი გულისხმიერება, მისი გრძნობიერება, სიყვარულის უნარი, რამე თუ მის ეთერულ სხეულში ჩადებული იყო ძალა, რომლის სათავე წვდებოდა იმ დროს, როდესაც ადამიანი ჯერ არ იყო შემოსული მიწიერ სხეულებრიობაში, როდესაც იგი ჯერ ისევ ღვთაებრივ წიაღში ცხოვრობდა. პატარა იესოში ეს ღვთაება უსაზღვრო სიყვარულის უნარის ფორმით ცხოვრობდა, მაგრამ მისთვის ჯერ უცნობი იყო ის, რაც ადამიანმა მიწიერი ინკარნაციების პროცესში ფიზიკური სხეულის წყალობით შეიძინა. სამაგიეროდ მისი სამშვენველი, მისი შინაგანი ცხოვრება აღსავსე იყო სიყვარულის უსაზღვრო, სასწაულებრივი უნარით. ამ მიმართებით იგი იმდენად მაღლა იდგა, რომ ერთმა მოვლენამ მისი შინაგანი ცხოვრების სრულიად განსაკუთრებული ძალა განუცხადა მათ, ვისაც ესმოდა თუ ვისთან აქვთ საქმე. ლუკას სახარებისეულ იესოს დაბადებიდანვე დაჰყვა ერთგვარი უნარი, რომელიც ჩვეულებრივ მხოლოდ გარე სამყაროსთან შეხებისას იღვიძებს. მან წარმოთქვა სიტყვა, რომელიც ყველა იქ მყოფმა გაიგო. ამრიგად იგი იყო უდიდესი ყველაფერში, რაც შინაგან ცხოვრებას ეხება და ნაკლებ უნარიანი მისდამი, რასაც ადამიანი დედამიწაზე თაობათა მონაცვლეობის პროცესში იძენს. რაოდენ უნდა განსვიფრებულიყვნენ მშობლები, როდესაც მათ შვილში, რომელიც სრულიად განსაზღვრული თვისებებით იყო დაჯილდოვებული, უცრად გამოვლინდა ყმაწვილი დაუფლებული გარე სამყაროს შემეცნებას, რაც მხოლოდ ფიზიკური ორგანოების მეშვეობით მიიღწევა. ეს მოულოდნელი და უჩვეულო გარდასახვა შესაძლებელი გახდა მხოლოდ იმიტომ, რომ იმ მომენტში ზარათუსტრას ინდივიდუალობა სოლომონის იესოდან ნათანისეულ იესოში გადავიდა. სწორედ ზარათუსტრა, ზარატასი მეტყველებდა ბავშვის ბაგეებით იმ მომენტში, როდესაც სახარების თანახმად მშობლები ტაძარში დაეძებდნენ მათ. ეჯგარეშია ზარათუსტრა ფლობდა ყველა უნარს, რაც ფიზიკური და ეთერული სხეულების გამოყენებით შეიძლება მოიპოვო. ამიტომაც აირჩია მან სოლომონის შთამომავლობა და ამ შთამომავლობაში მომზადებული სხეული. რადგან ამ სხეულში განვითარების უმაღლეს საფეხურამდე აყვანილი გარკვეული ძალები ბინადრობდნენ. ზარათუსტრამ თავი მოუყარა ყველაფერს, რისი ათვისებაც შეეძლო და მთელი ეს ძალები შემოუერთა მახარებელ ლუკას იესოს შიდა არსს, რომლის წარმოშობა აღწევდა იმ დრომდე, როდესაც ადამიანი ჯერ არ იბადებოდა დედამიწაზე. ეს ორივე ნაკადი შეერთდა და შედეგად ადამიანთა წინაშე ერთიანი არსი წარმოჩნდა. საგულისხმოა კიდევ ერთი განსაკუთრებული გარემოება. ლუკას სახარების ამგვარი სახესხვაობა შეიმჩნიეს არა მარტო მისმა მშობლებმა. ცვლილება წმინდად გარეგნულადაც გამოვლინდა. დედმამამ მიაგნო იესოს გარემოცულს წიგნობრებით. ამის შემდეგ თითქოს და საგანგებოდ სახარებაში ხაზგასმითაა ნათქვამი და დაწახვა მათ და მივიდა ნაზარეთში და იესო
იზრდებოდა და მშვენდებოდა სხეულებრივად კეთილშობილურ ჩვევებსა და სიბრძნეში. რატომა აქ ნახსენები ეს თვისებები? სწორედ იმიტომ, რომ უპირატესად სწორედ ამ თვისებებს იძენს იესო ახლა, როდესაც მასში ცხოვრობს ზარატუსტრას ინდივიდუალობა. გთხოვთ ყურადღება მიაქციოთ, რომ ეს სიტყვები ბიბლიის ჩვეულებრივ გამოცემებში თარგმნილია შემდეგნაირად. ხოლო იესოს ემატებოდა სიბრძნე და ასაკი და მადლი ღმრთისა და კაცთა წინაშე. მაგრამ საკითხავია, რისთვის იყო საჭირო ამ ფაქტის ხაზგასმა, რომ 12 წლის ბიჭს ემატებოდა ასაკი. სახარებას აქ სრულიად სხვა რაღაცის თქმა სურს. იგი გვამცნობს, რომ ახლა ნათანისეულ იესოში ცხოვრება დაიწყო ინდივიდუალობამ, რომელიც ვლინდება არაოდენ სამშვინველის შინაგან თვისებებში, არამედ გარეგნულ ფიზიკურ სილამაზეშიც, რადგანაც აქამდე იგი მომზადებულ სრულყოფილ დასრულებულ ფიზიკურ სხეულში ცხოვრობდა. ეს ერთი. და მეორეც, ნათანის იესო მოკლებული იყო ყოველივე იმას, რაც უპირატესად ეთერული სხეულის წყალობით მოიპოვება, რაც უკავშირდება ცხოვრების კარნახით შეძენილ ჩვევებს. მასში ცხოვრობდა სიყვარულისადმი უდიდესი, უძლიერესი მიდრეკილება და ეს ნიჭი შემდგომშიც უნდა განვითარებულიყო, მაგრამ მას ეს დაბადებიდანვე თანდაჰყვა და იგი ვერ გარდაისახებოდა, ვერ გადაიზრდებოდა ჩვევაში. როდესაც იესოში სხვა ინდივიდუალობამ დაისადგურა, მან თან მოიტანა ფიზიკური და ეთერული სხეულების განმაპირობებელი ძალები და ამის შემდეგ ბავშვს შეეძლო ათვისებინა და საკუთარ თავში დაეგროვებინა გარე ჩვევები, რომლებიც ეთერულ სხეულში ჩაედინება. ასეთნაირად გამოიხატება მერ წარმატება თუ შენაძენი პატარა იესოსი. მესამე სიბრძნე. გასაგებად იოლია. ლუკას იესო არ იყო ბრძენი. უწინარეს ყოვლისა, იგი იყო სიყვარულით დაჯილდოებული არსება და სიბრძნეში მისი წარმატებულობა იმით აიხსნება, რომ მასში ზარატუსტრას ინდივიდუალობა ჩადგა. ლუკას სახარების კომენტირებისას აღნიშნე, რომ ადამიანი, რომელსაც ტოვებს მისი ინდივიდუალობა და იგი სამი სხეულის, ფიზიკური, ეთერული, ასტრალური სხეულების ანაბარ არჩება, ესე იგი, როცა ადამიანს ტოვებს მე, ხო? რამდენიმე ხანს კიდევ ცოცხლობს. მაგრამ სოლომონისეული იესო მეს გასვლის შემდეგ ძალზე სწრაფად ჩაიფერფლა და მალე აღესრულა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ეს ნიშნავს, რომ მათეს სახარების პირველ თავში აღწერილი იესოს 12 წლის შესრულებიდან დიდხანს არ უცოცხლია და მალევე მიიცვალა ბოდიში. ასე რომ თავიდან ჩვენს წინაშეა არა ერთი, არამედ ორი ბიჭი იესო. შემდეგ კი ეს ორი წარმოქმნის ერთს. წარსულის თქმულებები ხშირად მეტყველებს უჩვეულო საგნებზე. ჩვენ უნდა შეგვეძლოს მათი გაგება. ამისთვის კი სათანადო ფაქტების ცოდნა საჭირო. შემდგომ უფრო ვრცლად ვილაპარაკებთ ორი იესოს შეერთებაზე. ახლა კი ერთი რამ მინდა აღვნიშნო. ეგრეთ წოდებული ეგვიპტურ სახარებაში არის ერთი შესანიშნავი ადგილი, რომელსაც ქრისტიანობის პირველ საუკუნეშიც კი იერესად მიიჩნევდნენ, რადგან ქრისტიანულ წრეებში ამ ადგილთან დაკავშირებული ჭეშმარიტებების გაგებაც კი არ სურდათ. არ უნდოდათ, რომ ეს ჭეშმარიტებები ხალხისთვის ყოფილიყო ცნობილი. ამ აპოკრიფულ სახარებაში ნათქვამია. სოფლიოს ხსნა მოვა მაშინ, როდესაც ორი გახდება ერთი და როდესაც გარეგნული შინაგანის თანაგვარი შეიქმნება. ეს ფრაზა ზუსტად გადმოგვცემს იმას, რაც ჩვენ ესესაა განსაზღვრეთ ოკულტურ მონაცემებთან შესაბამისად. ხსნა დამოკიდებულია იმაზე, რომ ორი გახდეს ერთი და ორნი მართლაც გაერთმთლიანდნენ, როდესაც ზარატუსტრას ინდივიდუალობა გადავიდა ნათანისეულ 12 წლის იესოში. მაშინ შეძლო შინაგანმა გარეგნულში გამოვლენილიყო. ლუკას მიერ იესოს მშვენიერი ძალა იყო უძლიერესი, მაგრამ ეს ძალა გარე გამოვლინდა იმის წყალობით, რომ ზარატუსტრას ინდივიდუალობამ მას სოლომონისეულ იესოს ფიზიკურ და ეთერულ სხეულებში მოპოვებული ძალები შესძინა. ამრიგად შინაგანიდან მომდინარე ძალამ დატვიფრა ნათანისეული იესოს ფიზიკური და ეთერული სხეულები.
გარეგნული იქცა იმის გამოხატულებად, რაც შინაგანში ცხოვრობდა მანამდე, სანამ ლუკას სახარების იესო ზარატუსტრას ინდივიდუალობით განიმსჯვალებოდა. ასე ერთ არსს იქმნენ ორნი. მაშასადამე ჩვენ თვალი გავადევნეთ მათე სახარების იესოში განსხეულებულ ზარატუსტრას დღიდან მისი დაბადებისა 12 წლამდე, როდესაც მან მიატოვა თავისი პირვანდელი სხეული, გადავიდა ნათანისეულ იესოში და მისი სხეულის განვითარებას შეუდგა. ეს სხეული ზარატუსტრამ ისეთ სრულყოფილებამდე მიიყვანა, რომ შემდგომში შეძლო მსხვერპლად გაეღო იგი. მან შეძლო დაეთმო თავისი სამი სხეული იმ არსებისთვის, რომელსაც მას აქეთ ქრისტეს ვუწოდებთ.